ულმო წყალთა მეუფეა. იგი ეულია. დიდხანს არსად სახლობს, სურვილისამებრ დაცურავს მიწის ზედა ან მიწის ქვეშა წყალთა სიღრმეებში. მხოლოდ მანუეს ჩამოუვარდება სიძლიერით და ვალინორის აშენებამდე მისი უახლოესი მეგობარი იყო. ახლა იშვიათად გაესწრება ვალართა ბჭობას, მხოლოდ მაშინ, როცა ფრიად საჭირბოროტო საქმედ განიხილავენ. მთელი არდაა მისი საზრუნავი და სახლი არ ჭირდება. გარდა ამისა, დიდად არ უყვარს სიარული მიწის ზედაპირზე და არც სხეულით იმოსება, განსხვავებით ნათესავთაგან. მისი დანახვა თავზარს სცემდა ერუს შვილთ, რამე თუ წამოდგომა ზღვის მეუფისა, გავს ბუმბერას ტალღას, ხმელეთის წასალეკად რომ მოიწევს. წყლის ქაფის ქოჩრიანი შავი ჩაფხუტი ახურავს თავზე და ვერცხლისფრად და მუქმწვანედ გიზინავს მისი ჯაჭვის პერანგი. მაღალია მანუეს საყვირები, მაგრამ ბოხი და ღრმაა ხმა ულმოსი, ღრმა, ვითარცა ღრმულები ოკეანესი, ოდენ მას რომ უნახავს. ულმოს ძლიერ უყვარს ელფნი და კაცნი და არასდროს მიუტოვებია ისინი, მაშინაც კი, როცა ერუს შვილთ ვალართა რისხვა დაატყდათ. ხანდახან უხილავად მიადგება იგი შუახმელეთის ნაპირებს, ან ზღვის ვიწრო ყურეებს აღმა აუყვება და თეთრი ნიჟარისგან გამოთლილ ბუკებს, ულუმურებს ჩაჰბერავს. ის, ვისაც ამ ბუქთა ხმიანობა გაუგუნია, სამუდამოდ ზღვისკენ მიილტვის, რამე თუ მუსიკა ზღვისა მის სულში იბუდებს. უფრო ხშირად შუახმელეთის მკვიდრთ ულმო წყლის ჰანგებით ელაპარაკება, ყოველ ზღვას, ტაბას, მდინარეს, შადრევანსა და წყაროს ხომ იგი განაგებს. ამიტომაც ამბობენ ელფნი, ულმოს სული დედამიწის ძარღვებში მიედინებაო. ამგვარად არდის ყოველ გასაჭირ დაუბედურებას ულმო მიწის სიღრმეშიც კი პირველი იგებს და მყისვე მანუეს ატყობინებს.